მოდით ახლა შევწეროთ მეორე დავალების ამოცნა. იპოვეთ 2025-ის ყველა განსხვავებული მარტივი გამყოფის ჯამი. აქაც როგორც იან დავალებაში აბიტურიენტს მოეთხოვება საბაზისო ცოდნა იმ პრინციპებისა, ასე თქვათ, რასაც იყენებს მათემატიკა. რა არის გამყოფი? გამყოფი არის რიცხვი, რომელიც მთელ თუ არა მთელ რიცხვს პროპორციულ ნაწილებად ყოფს, ესეთი განმარტებაც შეგვიძლია ვთქვათ. ანუ მაგალითად 10-ისთვის 3 გამყოფი არ არის, იმიტომ რომ რამდენჯერმე ის მოთავსდება, მაგრამ რჩება ნაშთი. 10-ისთვის 2 გამყოფი არ არის, რადგან იგი სრულად თავსდება მასში. ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჩვენ რაღაც რიცხვებს კონკრეტული q-ისთვის ვაკეთებთ გამყოფს და რაღაც რიცხვებს არა. მაგრამ უფრო საინტერესო აქ არის შემდეგი სიტყვები. მოვნიშნავ ახლა მარტივი რიცხვი და ასევე ესეთ ხაზს გავუსვამ განსხვავებული. რა არის მარტივი? ხო, ახლა ზოგადად რიცხვი არის კლასიფიცირების, ან თუ დავაკვალიფიცირებთ მათ იმის მიხედვით, თუ რამდენი გამყოფი აქვთ, ჩვენ გვაქვს მარტივი და რთული რიცხვები. მარტივია რიცხვი, რომელსაც აქვს მხოლოდ 2 გამყოფი, განსხვავებით რთული რიცხვისაგან. ანუ ჩვენ ვეძებთ 2025-ის, როგორც მთელი რიცხვის, მხოლოდ და მხოლოდ მარტივ გამყოფებს და საინტერესო რაც თქვი, ეს არის განსხვავებული. ანუ მაგალითისთვის ჩვენ რომ მივიღოთ ესეთი რიცხვები 3, აი რაც მიწერია ხო 3, 3, 3 და ასე შემდეგ. მე ყველა ჯამი აქ არ მჭირდება, ყველა ცალკეული შეკრება. არამედ მჭირდება განსხვავებული მარტივი გამყოფების ჯამი. ანუ პირობამ აცრად შემოსაზღვრა თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ აპლიკანტმა გამოცდას. მე ესეთი მეთოდი გამოვიყენე, რომ 2025, რაც ხშირად არის გავრცელებული, 2025 არ იყოფა 2-ზე, იმიტომ რომ ის კენტი რიცხვია, ხო გამოჩა რომ აბიტურიენტს ამ ამოცანაში მოეთხოვება აგრეთვე იცოდეს გაყოფადობის ნიშნები, რიცხვი უნაჟდოდ რა შემთხვევაში იყოფა 2-ზე, 3-ზე, 5-ზე, 4-ზე მათ შორის, ეს უნდა გამოგჩეს 9-ზე და 6-ზე. ეს არის ძირითადი გაყოფადობის ნიშნები. ნუ ახლა ამ ვიდეოში რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ყველა მათგანს, თუმცა ძირითადებს მაინც შევეხებით. 25 კენტი რიცხვია და ის 2-ზე არ იყოფა, თორემ ამას გავაკეთებდით, თუმცა იყოფა 3-ზე, რადგან ამ რიცხვის ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. ეს უკვე საკმარისი პირობაა, რომ ის 3-ზე გაიყოს. ვიღებთ 675-ს, ის იყოფა 3-ზე, 225 ის იყოფა 3-ზე. ეხლა შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ არ ვყოფთ 2-ზე, ეს ვიცით. რატომ არ ვყოფთ მაგალითად 5-ზე, იმიტომ რომ ის არ არის ასე ვთქვათ, არის მარტივი გამყოფი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოცანა მთხოვს, რომ დავყო მარტივ მომრავლებად და არა კონკრეტულად რაღაც განსხვავებულ მომრავლებთან გქონდეს საქმე. კიდევ ერთია, რომ 675 რო 5-ზე გავყოთ, ის საბოლოო ჯამში მაინც ასე ვთქვათ, მოგთხოვს, რომ 3-ზე გაიყოს, ასე რომ ამით არაფერი არ დაშავდება. თუმცა უფრო კანონზომიერება მოითხოვს, რომ ასეთი სახე მიეცეს დავალებას. აღმოაჩენთ, რომ მართლაც 2025 არის ესეთი მომრავლის სახე წარმოდგენილი, რომ 3 უნდა გავამრავლოთ 3-ზე, 3-ზე, ასევე 3-ზე და შემდეგ ბოლოს ორჯერ გადავამრავლოთ 5-ზე. და ყველაფერი ნათელია ამ ამოცანაში. 25-ს აქვს 2 განსხვავებული მარტივი გამყოფი, 3 და 5, რომელთა ჯამი უდრის 8-ს. და პასუხი იქნება ამ შემთხვევაში G8. მადლობა ყურადღებისთვის.